სამეგრელოს რომ აფხაზეთზე მეტად მორჩილად ასახელებს იმპერატორის ძმა, ძალიან მარტივად ახსნადია. იმავე წლებში რუსის მთავრობა მუშაობდა დადიანების ჩამოცილებაზე სამეგრელოს მმართველობიდან. ამისთვის არც ძალას იშურებდა მაშინ, არც დიპლომატიასა და არც ფულს. თავის მხრივ დადიანებს რბილად რომ თქვათ, არ ქონდათ უღრუბლო ურთიერთობა შერვაშიძეებთან და ამათი დაპირისპირება მთავარ მართლებლისთვის და ზოგადად რუსისთვის კიდევ ერთი მეთოდი იყო. ასეთი ხელისუფლების განადგურება, რომელიც განზრახ თუ განუზრახავად ამდენ ბოროტებას სჩადის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მთავრობის მოვალეობაა. თუ მას ერთი დარტყმით არ მოვსპობთ, უბრძოლველად არ დათმობს. შეუძლია მფარველების ძებნა დაიწყოს ჩვენდამი მტრულ უცხოურ ქვეყნებში. ევროპასთან ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობის პირობებში დასავლურ ქვეყნებს მხოლოდ საბაბი სჭირდებათ. არა, ეს ახლა არაა დაწერილი. წინის წინა საუკუნეა 1864 წელი. უბრალოდ რუსებმა ხო ვერაზრუს დაალაგეს ურთიერთობა დასავლეთთან და მუდმივად მიაჩნიათ მტრად. მაგრამ დაალაგეს იქ, სადაც ძალით აჯობეს. მთავარ შერვაშიძეებსაც ისევე აჯობეს, როგორც დადიანებს, გურიელებს, თვით ბაგრატიონებს. ათქმევინეს ამათ უარი აფხაზეთის მმართველობას და შემდეგ უკვე დაუმორჩილებელ გლეხებს მისდნენ. სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა მონაცემებია, მაგრამ სულ მცირე უკვე 3 წლის შემდეგ 1867 წელს აფხაზეთიდან ოსმალეთში 20,000 აფხაზი გაასახლეს. მეორე ტალღა უფრო დიდი იყო, 30,000-ზე მეტი. აფხაზეთში მართლა შეიქმნა სამხედრო ოლქი. იმპერიამ ნამდვილად დაიქვემდებარა იქაურობა და ნამდვილად დაიწყო შავი ზღვისპირეთის ნამდვილად საუკეთესო ნაწილის გადაყლაპვა. და ეს გეგმა არასდროს დაევიწყა, არასდროს გააოქმა. არც მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღიარა 130 წლის შემდეგ. მერე იბრძოლა იომა, კლა, აუპატიურა, ბოლოს კი ბორის ივანაშვილი და მისი რუსული ოცნება მოავლინა. ძალიან კარგად მოფიქრებული გეგმით. ენგურს გაღმაც, სადაც და აქ გაიხსენეთ თუნდაც კაზაკების ჩასახლების გეგმა. აი ენგურს გაღმა რუსეთი დღესაც აპარტამენტების კანონით ცდილობს 10,000 ადამიანის ჩასახლებას გალისა და ოჩამჭირის რაიონებში. ენგურს გამოღმა კი რა ხდება? ამ მომენტისთვის ოკუპაციის 32 წლის თავისთვის სულ პირველად სოხუმის დაცემის შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წარმომადგენელმა პრეზიდენტად წოდებულმა საკუთარ გამოსვლაში უკვე არ ახსენა აფხაზეთი და არ ახსენა ოკუპანტი. საერთოდ არ ახსენა. ისეთ წინადადებაშიც კი, თუნდაც, რომელშიც ამ სიტყვებს მოჰყვებოდა მაგალითად სიტყვები მაგრამ, თუმცა, მიუხედავად, ან რაიმე მსგავსი. ნახევრად კაპიტულანტური. როგორც იქამდე ლაპარაკობდნენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და სხვები. დასკვნა ნახევრად კაპიტულანტობის ეტაპი წარმატებითაა გავლილი. ახლა რუსის წინაშე სრული კაპიტულაციის ეტაპი დგება.